მოგესალმებით. ხელისუფლების ამოცანა 2036 წლისთვის საქართველოში დადგმულმა სიმძლავრე 11500 მეგავატს მიაღწიოს და განუვდეს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტია იქნება. ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. რა საკითხებზე იმსჯელეს შეხვედრაზე, როგორია სამინისტროს განახლებული ხედვა და სტრატეგია ენერგეტიკის დარგის განვითარების თვალსაზრისით და როგორ აფასებს კერძო სექტორი მიმდინარე რეფორმებს და მთავრობის გადაწყვეტილებებს, ამ და სხვა აქტუალურ თემებზე კომპანია BMO-ის მმართველ დირექტორთან გიორგი მირცხულავასთან ერთად ვისაუბრებ. მოგესალმები გიორგი, პირველ რიგში დიდი მადლობა სტუმრობისთვის. გამარჯობათ. ძალიან მიხარია თქვენთან სტუმრობა. გიორგი, დავიწყოთ ბოლო პერიოდში ამ დარგში ყველაზე აქტუალური თემით. რამდენიმე დღის წინ მინის ენერგეტიკის გუნდთან ერთად ჰქონდა შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც ენერგეტიკის განვითარების 100 წლიანი გეგმის გარკვეული დეტალები გახდა ცნობილი. უფრო მეტი რო გითხრათ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, რა საკითხებზე იმსჯელეთ და თქვენთვის რა იყო მთავარი გზავნილები, რაც სამინისტროდან მიიღეთ? პირველ რიგში ეს უკვე მერამდენი შეხვედრა არის, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო და ენერგეტიკის დარგის სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციები ატარებენ კერძო სექტორთან, რაც ძალიან მისასალმებელია. ერთგვარად ფაქტობრივად თვე არ გავა, რომ რაიმე სახის შეხვედრა არ იყოს კერძო სექტორთან და მთავარი გზავნილი და მთავარი მიღწევა ამ შეხვედრების არის, რომ კერძო სექტორს აქვს საშუალება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, თუ რა გეგმები აქვს ეკონომიკის სამინისტროს, რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ელექტროსისტემას, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებს, ვინც ენერგეტიკაში არის ჩართული და რისკენ, თქვათ, მიისწრაფის ქვეყანა, დღევანდელი პოლიტიკა და მეტიც ჩვენ გვაქვს საშუალება დავსვათ ჩვენთვის საინტერესო კითხვები და მივიღოთ ამომწურავი პასუხი. ეს შეხვედრა სწორედ ამას ემსახურებოდა. ერთგვარად მინისტრისგან და მისი, ასე ვთქვათ, სექტორის წარმომადგენლებისგან, ხელმძღვანელებისგან მივიღეთ, თქვათ, ანგარიშივით, თუ რაზე მუშაობს სამინისტრო, რა გეგმები აქვს და აი ზუსტად თქვენ რაც განაცხადებთ, აი იმ გეგმისაკენ, რომელიც 2036-ში არის, თქვათ, დასახული ქვეყნისთვის, თუ რა ნაბიჯების გადადგმას მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში აპირებს სამინისტრო. იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, იყო ძალიან ბევრი კითხვები. ქალბატონი მინისტრის გარდა საკმაოდ საინტერესო მოხსენებით წარდგა სახელმწიფოს ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი, ასევე სხვა სექტორის წარმომადგენლები და იყო იდეების გაცვლაც, კითხვებიც და როგორც ყოველთვის და რაც მიხარია მე ახასიათებს ამ შეხვედრებს, რომ დისკუსიების გამართვა. ამიტომ ეს არ არის რეჟიმი, როდესაც თქვათ ერთი მხარე თავის მოსაზრებებს იტყვის და მეორე მხარე თქვათ ჩუმაძის, ისმევა კითხვები, არის დისკუსიები, სადაც ხშირ შემთხვევაში არ ვეთანხმებით შეიძლება ერთმანეთს, მაგრამ სწორი ნაბიჯები გადაიდგება. ამიტომ შეუძლებელია ნებისმიერ საკითხზე სრული კონსენსუსი არსებობდეს, მაგრამ როდესაც შენ იცი, რას აპირებს სახელმწიფო, ბიზნესისთვის ძალიან კარგია, იმიტომ რომ სწორედ დაგეგმარება შეგიძლია შენი ბიზნესის. აი სიახლეები რა იყო? ახალი გადაწყვეტილებები, რაც თქვენ დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის დაგეგმარებაში? მაგალითად, თვითონ BMO არის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია. ჩვენთვის და ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ვიცოდე თუ როდის, ასე ვთქვათ, ამუშავდება ენერგეტიკის ის მიმართულება, რასაც დეველოპმენტი ქვია. ანუ როდის დაიწყებენ დეველოპერები თავიანთ პროექტებს, რომელიც ერთგვარად ზოგიერთი დაპაუზებულ რეჟიმშია, ზოგიერთი ჩამორჩენა აქვს და ასე შემდეგ. იცით, ეს ჯარიმების ჩამოწერის ეტაპი იყო, ახლა მიდის ზუსტად აი ამ შეთანხმების გაფორმება და საკმაოდ ნათლად იყო ახსნილი თუ რა საკითხების გავლის შემდეგ მოხდება ამ პროექტების დაძრა. ეს იყო ერთი, რომ ჯარიმების ჩამოწერა, მაგრამ ეს არ არის უპირობო ჯარიმის ჩამოწერა, ეს არის სწორედ პირობიანი, ასე ვთქვათ, ჯარიმა, რომ თუ მე იდება გრაფიკი, თუ როდის უნდა შევიდეს ესა თუ ის ობიექტი, ასე ვთქვათ, დასასრულ ეტაპზე, როდის მივიღებთ სიმძლავრეს ამ ობიექტისგან, ასევე იყო ლაპარაკი თუ რა პრიორიტეტები აქვს ქვეყანას, ჩვენ იცით ჰიდროს ქვეყანა ვართ, მაგრამ იმის აუცილებელია, რომ ქარიც და მზის პროექტებიც მიყვეს ამ ყველაფერს და ერთობლიობაში ჩვენ მივიღოთ ის გამომუშავება, რომელიც ქვეყანას თქვენ აღნიშნეთ ენერგო
დამოუკიდებელს გახდის, მაგრამ მეცაც დავამატებ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა იმპორტიდან ექსპორტზე გადავიდეთ საკმაოდ აგრესიულად, როდესაც ამის საშუალება გვექნება და სწორედ ეს ასე ვთქვათ მწვანე ენერგეტიკა, ეს არის ჰიდრო, ქარი, მზე მოგცემს საშუალებას, რომ ევროპისა თუ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ბაზარზე გავხდეთ აქტიურები, მაგრამ ამისთვის საჭიროა ძალიან სწრაფი ნაბიჯები, იმიტომ რომ ბიზნესს თქვენ ძალიან კარგად იცით, აქვს ერთი კარგი თვისება, რომ იქ მიდის და იქ ვითარდება, სადაც ხელშეწყობა არის და სადაც სწრაფად ხდება გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, ამიტომ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ, რომ ამ ფერხულს, სოფლიო ფერხულს აუწყოთ ფეხი, პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა გახდეს ენერგოდამოუკიდებელი და მე მოთამაშე გავხდეთ იგივე საერთაშორისო ბაზარზე და ევროპულ ბაზარზე. თქვენ საქართველოს სახელმწიფოს ელექტროსისტემა ახსენეთ და ჩემი მეორე კითხვა ამას ეხება. ჩვენი მაყურებლების გამომარტყავ, რომ ელექტროსისტემა შექმნა მრჩეველთა საბჭო, რომელიც თუ არ ვცდებით 16 ადამიანისგან შედგება და აერთიანებს მთავარ დეველოპერებს, მათ შორის თქვენი კომპანია წარმოდგენილია თქვენი სახით. რამდენიმე დღის წინ ეს შეხვედრაც გაიმართა. ანუ რისი შეცვლის აუცილებლობა გამოიკვეთა და ამ მიმართულებით რა არის ის პრიორიტეტული საკითხები, რაც დღის წესრიგში დგას? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან წარმატებული და უნიკალური, ასე ვთქვათ, წამოწყება სახელმწიფოს ელექტროსისტემის მიერ. რა ხდება ამ შეხვედრებზე? ამ შეხვედრებზე არიან დეველოპერები, ქარის, მზის, ჰიდროს დეველოპერები, არიან სამშენებლო კომპანიები, ანუ 16 კაციანი, ასე ვთქვათ, საბჭოა და მიდის თითოეული საკითხის განხილვა. აი რა საკითხების? ჩვენი ენერგეტიკის, ასე ვთქვათ, ხერხემალიც და ხერხემალი არის სახელმწიფო ელექტროსისტემა. ანუ ეს ქვესადგურები, გადამცემი ხაზები. თითოეული დეველოპერი დაკავშირებულია ამ სისტემასთან და მისი, ვთქვათ, პროდუქტის გაყიდვისთვის ეს არის აუცილებელი. პირველ რიგში დეველოპერებს აინტერესებს თუ რა მდგომარეობა ამ ორგანიზაციაში, რისკენ მიდის, როდის მოხდება ახალი ხაზების შენებლობა, ქვესადგურების შენებლობა, იგივე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ამ ყველაფერზე, იმიტომ არ დაგვაიწყდეს, რომ ის სისტემა ჩვენ რაც გვაქვს, ზოგიერთი არის 80-იან წლებში აშენებული წინა საუკუნის და შესაბამისად თითოეული ქვესადგური და ხაზები საჭიროებენ, ასე ვთქვათ, შეკეთებას, რეაბილიტაციას. ამიტომ ამ შეხვედრებზე ძალიან საინტერესო არის ჩვენთვის, რომ გავიგოთ რა გეგმებია, რა ფინანსური შესაძლებლობები აქვს, როგორ უნდა მოხდეს ამ, ვთქვათ, ფინანსური შესაძლებლობების სწორედ დაგეგმარება და გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით იმ პროექტებზე. და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს თანხმედრაში უნდა მოვიდეს დეველოპმენტთან. ანუ ის პროექტები, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, უფრო წინ დგას, იმას უნდა დავახვედროთ შესაბამისად გამართული სისტემა. ამიტომ მიდის ძალიან საინტერესო საუბარი. ერთგვარად პლატფორმა საუკეთესო კოორდინაციისთვის. აბსოლუტურად სწორედ ბრძანეთ, ეს არის პლატფორმა საუკეთესო კოორდინაციისთვის, მაგრამ მეტიც აქ მიდის ძალიან ბევრი საკითხის, აი დეტალურად ჩაშლა. მაგალითად, უკვე 5 თუ 4 შეხვედრა ჩატარდა, შეიძლება მეშლება და უფრო მეტიც ჩატარდა, სადაც მიდის, თქვათ, ერთ-ერთი შეხვედრა ეხებოდა სახელმწიფო ელექტროსისტემის ფინანსურ მდგომარეობას, როდის უწევს, თქვათ, აღებული საერთაშორისო ვალდებულებების გადახდა, რა მდგომარეობაა ეხლა, რას ნიშნავს, თქვათ, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში, რა ინვესტიციები ამისთვის საჭირო და უკვე შენ ახლა ბიზნესის მხრიდან უკვე ხვდები, რისკენ მივდივართ, რა არის გამოწვევა, რა არის პრობლემა, სად არის საჭირო, თქვათ, ბიზნესის მხრიდან მოქნილობის გამოჩენა, რომ ამას ყველაფერს ფერხულში, ასე ვთქვათ, ავყვეთ და იგივე რა დახმარებები არის საჭირო ეკონომიკის სამინისტროდან და მთავრობიდან, რომ სისტემამ შეძლოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი დავალების შესრულება, რომ ბიზნესთან ერთად მიაღწიოს ენერგოდამოუკიდებლობას. ძალიან საინტერესო დისკუსიებია და ძალიან ცხარე დისკუსიებია, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, იქ არიან ჰიდროს, ქარის და მზის პროექტების, ასე ვთქვათ, მთავარი დეველოპერები, რომელსაც თავიანთი ინტერესები აქვთ, რა თქმა უნდა და აი ამ ყველამ უნდა ამ ერთ ოთახში შევძლოთ დავაბალანსოთ პოზიცია და სისტემასთან ერთად ღიად ვილაპარაკოთ თუ რა გამოწვევები აქვს ჩვენ ქვეყანას და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მივიდეთ ენერგოდამოუკიდებლობამდე და მივიდეთ აი რაც მე გითხარით სანუკვარ ოცნებამდე, რომ ქართული ენერგეტიკა გახდეს საექსპორტო პროდუქტი. თქვენ ექსპორტს
ექსპორტი ახსენეთ და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე საუბარს მინდა რომ შევეხოთ. ეს ძალიან ბევრი გვისაუბრი ამაზე, რომ ეს არის საუკეთესო საშუალება ქვეყნისთვის, რომ ენერგეტიკის თვალსაზრისით ჩვენ სატრანზიტო როლი უფრო მეტად განვამტკიცოთ. მე მაინტერესებს თქვენი შეფასება ამ პროექტთან დაკავშირებით, ანუ გარდა იმისა, რომ ეს დეველოპერისთვის კომერციულად ძალიან მიმზიდველი პროექტია, რომ აქვს საშუალება საქართველოში ნაწარმოები ექნება საშუალება, საქართველოში ნაწარმოები მწვანე ენერგია ევროპას მიაწოდოს საკმაოდ მაღალ ფასად. აი არსებულ გარემოში დავუმატოთ ამას ის კონფლიქტური სიტუაციები, რაც შუა აღმოსავლეთში არსებობს. აი როგორ შეაფასებთ ამ პროექტის როლს, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე ევროკავშირის ენერგოსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით? ძალიან სწორი აქცენტი გაუსვით თქვენ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნისთვის კი ბატონო გასაგებია, არის თუ არა ეს საინტერესო იგივე ევროპისთვის, იგივე ჩვენი მეზობლებისთვის ეს ერთგვარი კორიდორი, ენერგო კორიდორი, რომელიც დააკავშირებს ჩვენ, ასე ვთქვათ, საქართველოს, ასევე ჩვენ მეზობელ ქვეყნებს, იგივე ევროპულ ბაზართან. უმნიშვნელოვანესია ევროპისათვის, სწორედ მაგიტომ მე შეიძლება ტერმინი შემეშალოს, მაგრამ ამ პროექტს მიენიჭა ევროპისთვის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის სტატუსი, რაც ამარტივებს ძალიან ბევრ პროცედურას და აჩქარებს ამ პროცედურებს და ეს არის ზუსტად აი ის ვთქვათ ბეჭედი, რომელიც ამ პროექტს დაუსვა თვითონ ევროპამაც. იმიტომ რომ თუ ჩვენი რეგიონიდან ევროპამ არ მიიღო ელექტროენერგიის დამატებითი და სააუცილებელი ნაკადები საკმაოდ პრობლემურია გრძელვადიან პერსპექტივაში თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. თან მწვანე ენერგეტიკა ახსენეთ თქვენ, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ევროპული ქვეყნები ცდილობენ დააბალანსონ და იპოვონ რაღაცა, ასე ვთქვათ, ოქროს შუალედი, რომ იყოს მწვანე ენერგეტიკა, იყოს ტრადიციული ენერგეტიკის წყაროები და ზუსტად ჩვენი ბაზარი მაგაზეა ორიენტირებული, რომ საქართველოს არის მწვანე ენერგეტიკის, ასე ვთქვათ, მიმწოდებელი ევროპის ბაზარზე. ეს პროექტი საინტერესოა აზერბაიჯანისთვისაც, საინტერესოა მომავალში ასევე ალბათ სომხეთისთვისაც, რომ თავიანთი ენერგეტიკა თავიანთი შესაძლებლობები ენერგია გაიტანონ ამ ასე ვთქვათ დერეფნით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ის არის რომ არ დაგვავიწყდეს რომ ჩემი აზრით რომ ამ პროექტის მნიშვნელობა უტოლდება შეიძლება ის სხვა წლები იყო რა თქმა უნდა 90-იანი წლების დასაწყისი ბაქო-ჯეიხანის პროექტს, მაგრამ თავისი მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი პროექტი ხდება და ერთს დავამატებ რომ თუ ჩვენ ბაქო-ჯეიხანის და მსგავს ნავთობისა და გაზის პროექტებში უბრალოდ ტრანზიტულ როლს ვასრულებდით, აქ უკვე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ ამ პროექტში ქართული პროდუქტიც, ასე ვთქვათ, დიდწილად ჩავდოთ. ამიტომ ეს ძალიან საინტერესოა, ვიცი რომ ძალიან ბევრი შეხვედრები იყო ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, იყო შეხვედრები რუმინეთში, ცოტა ხნის წინ თუ არ მეშლება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი იყო იტალიაში, მოაწერეს კონტრაქტს ხელი, ეს პროექტირებას, კვლევებს ეხება, ამიტომ ძალიან აქტიური მუშაობა მიდის და ის არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, ამ ეტაპზე დეფიციტური ადგილობრივი ბაზარი, დეველოპერები დაიწყებენ ამ ბაზარზე თავისი პროდუქციის, ასე ვთქვათ, მოდი პირდაპირ ეს ელემენტარული ენით რო ვთქვათ, გატანას, ის დააკმაყოფილებს პოტენციურად ბაზარს და ჩვენ გვაქვს უკვე ალტერნატივები, არა მარტო ვთქვათ, თურქეთის ბაზარი, არა მარტო ვთქვათ, იგივე მეზობელი ქვეყნების ბაზარი, მაგრამ თავარი ყველაზე მაღალ, ასე ვთქვათ, გადამხდელი ბაზარი, როგორც არის ევროპა და ამიტომ იმ ბაზარზე გასვლა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია კარგ ფასად, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მიიღებს დამატებით შემოსავლეს, თუნდაც იგივე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის ტრანზიტი ასევე დააგენერირებს შემოსავალს ჩვენი ქვეყნისთვის, რაც მისცემს საშუალებას, აი თავიდან რაც ვახსენე, იგივე მოძველებული სისტემების თანდათანობით რეაბილიტაციის. გიორგი, ბოლო კითხვა მინდა თქვენს კომპანიაზეც დაგისვათ 2017 წლიდან ოპერირებთ ქართულ ბაზარზე და სხვადასხვა რეგიონში გაქვთ გამოცდილება და თქვენი პორტფელი არის საკმაოდ დივერსიფიცირებული, ანუ ქარის და ჰესების გარდა, ანუ გადამცემი ხაზების და ქვესადგურების დაპროექტება მშენებლობაში იღებთ მონაწილეობას და აი ამ კუთხით მაინტერესებს თქვენი გამოცდილება ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით როგორია?
პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ერთ-ერთი ფაქტორია ხოლმე დროში ჩამორჩენა. ჩვენ ყველამ ვიცით ძალიან დიდი პროექტები, რომელიც გაჩერდა საქართველოში, ადგილობრივად ვეღარ ვითარდება. რა თქმა უნდა, და აი ამ პროექტების ამოქოქვა, ამ პროექტების წინ წაწევა და მცირე საშუალო პროექტების განხორციელებაც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე არის ძალიან პრობლემატური თუ შეუძლებელი არა. ამიტომ რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და რა უნდა გააკეთოს მედიამაც. ჩვენ უნდა მივაწოდოთ ადგილობრივ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია, უნდა გქონდეს მათთან კომუნიკაცია და ის სარგებელი დაინახოს ადგილობრივმა მოსახლემ უშუალოდ მის რეგიონს, უშუალოდ მის თქვათ ასე თემს რა იქნება მისთვის. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა დასაქმების. გარდა დასაქმების, იცით, დასაქმება არის როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი. მოკლევადიანს გულისხმობ თითოეული პროექტი 2 წლიანი, 3 წლიანია და კი ბატონო იმ პერიოდში ადგილობრივი მოსახლე შეძლებს დაგვარად საქმდება, თუ მას შესაბამისი, თქვათ, გააჩნია კვალიფიკაცია, მაგრამ მომავალში არის საკმაოდ საინტერესო დასაქმება, რა თქმა უნდა, იქ 10,000-ობით ადგილი არ იქნება, მაგრამ იქნება მაღალ შემოსავლიანი ადგილები, მაგრამ კარგი ეხლა რაც ხდება, აი თქვენ ახსენეთ რა ამ შეხვედრებს რა შედეგები აქვს. ერთ-ერთი კანონპროექტი მე თუ არ მეშლება უახლოეს ხანში და ამაზე ქალბატონმა მინისტრმაც ილაპარაკა, გადის პარლამენტში, ეს არის ადგილობრივი თემისათვის ქონების გადასახადის მიკუთვნება. ანუ ეს ობიექტები, ენერგო ობიექტები, ეს იქნება ქარი, ეს იქნება მზე, ეს იქნება ჰიდრო, გადასახადს, ქონების გადასახადს რაღაცა წილი პირდაპირ წავა ადგილობრივ თემში და ეხლა წარმოიდგინეთ რომელიღაცა სოფელი, რომელსაც თქვათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი აქვს 8,000, 10,000 ლარი, პირობითად ვამბობ, რომელიც 10-ჯერ, 15-ჯერ მეტს მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ ის შეძლებს თავისი, თქვათ, ინფრასტრუქტურის გამოსწორებას, ის შეძლებს გაჭირვებული ხალხისთვის დახმარებას, ის შეძლებს თუნდაც წარმატებული სკოლის მოსწავლეებისთვის დახმარებას განათლების მიღებაში და ეს არ არის რაღაცა ველოსიპედის გამოგონება საქართველოს შემთხვევაში, ზუსტად ამითი ევროპაშიც და მსოფლიოშიც მიაღწია წარმატებას იმ რეგიონებმა და უკვე მოსახლეობა პირიქით დაინტერესებულია, რომ მის რეგიონში განვითარდეს ეს ობიექტი, იმიტომ წარმოიდგინეთ ახლა რო ავიღოთ დიდი ობიექტი, რომლის ღირებულებაც მოდით მცირედ დავიწყოთ 10 მილიონიდან 100 მილიონ დოლარამდე შეიძლება იყოს, რამხელა ქონების გადასახადი ჩაერიცხება რეგიონს და ფაქტობრივად შეიძლება ზოგიერთმა რეგიონმა მთლიანად რეგიონის მასშტაბს რო შეხედოთ 10-ჯერ მეტი დაფინანსება მიიღოს უშუალოდ პირდაპირ. ეს თითოეულ მოსახლეზე აისახება. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ აისახება, იმიტომ რომ ცხოვრობ იქ, ექნება უკეთესი გარემონტდება სკოლა პირობითად, რა თქმა უნდა, გაკეთდება სპორტული მოედნები, სპორტულ გუნდს ეყოლება სპონსორი და ამას ადგილობრივი თემი თვითონ გადაწყვეტს, რომ აი საკრებულო გამგება თვითონ გადაწყვეტავს სად მიმართონ. ხო, ეხლა მე მაგალითად მახსოვს ერთ-ერთი ობიექტი, სადაც ჩვენ ოპერირებდით, ვაშენებდით და მოსახლეობასთან ქონდა რაღაცა, თქვა, ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ სოციალური რაღაც პროექტი გაგვეხორციელებინა, მოსახლეობასთან კომუნიკაციით შეირჩა რაღაც მიმართულება და ეს იყო, რომ თქვა, რაღაც სპორტული მოედანი გაგვეკეთებინა ადგილობრივი სოფლის ბავშვებისთვის, რომელსაც დღემდე ხმარობენ და იგივენაირად იმათმა შეიძლება გადაწყვიტონ სხვადასხვა პროექტები და ეს წაადგება საერთოდ ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ერთი რაღაცა გავითავისოთ, რომ თუ ეს ენერგო ობიექტები არ განვითარდა ჩვენ ქვეყანაში და ყველამ ადგილობრივმა მოსახლემ, თბილისში მცხოვრებმა თუ დიდ ქალაქებში არ გავითავისეთ, რომ ეს არის აუცილებელი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დავდგებით და ვდგევართ, იმიტომ აი თუნდაც ეს კონფლიქტი რომ ახსენეთ, ფასების ზრდა ადრე თუ გვიან გამოიწვევს და მოვა ჩვენ კარამდეც და თუ ჩვენი პროდუქტი გვეხსნა, უფრო ბევრად დაცული ვიქნებით, ვიდრე აი ესეთ ღია სამყაროში, რომელშიც ახლა ვართ. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, მე იმედს ვიტოვებ, რომ არაერთხელ იქნებით კიდევ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო კომპანია ბემონის მმართველი პარტნიორი გიორგი მირცხულავა.